მელიქიშვილის ქუჩაზე მემე დაბაშიძესა და რუსთაველის ქუჩებს შორის მონაკვეთზე ბათუმის მერიამ დღეს ფილაქნის გამოცვლა დაიწყო. გადაადგილების შეზღუდვა მტვერი და სამუშაოს მწარმოებელი ტექნიკის ხმაური 6 მაისისა და ბულვარის მიმდებარე დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის. ტურისტულ სეზონზე სავალი ნაწილის გადათხრის გამო უკმაყოფილებას დამსვენებლებთან ერთად ადგილობრივებიც გამოთქვამენ. ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ 14 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტები სრულყოფილად ვერ წარმოადგინა, ამიტომ ტენდერის ხელმეორედ გამოცხადება გახდა საჭირო, რის გამოც სამუშაოების ზაფხულის პერიოდს დაემთხვა. ქუჩის მოპირკეთება 10 აგვისტომდე გაგრძელდება და ბიუჯეტიდან ამისთვის 270,000 ლარი დაიხარჯება. ნამდვილად მანამდე უნდა გაკეთებულიყო და არ უნდა ეშლებოდეს ხელი არავის. არის მიზანშეწონილი და ხელს უშლის ყველას, დამსვენებელსაც და აქ მაცხოვრებელსაც. ასეთი არაფერი მინახავს, საშინელებაა, ვერ გაივლი მტვერი, დისკომფორტი და ხმაურია. ხომ შეიძლებოდა ხელმძღვანელობას ამ დრომდე მოეგვარებინა პრობლემა. 11 მარტს გამოცხადდა გამარჯვებული, მაგრამ რადგანაც გამარჯვებულს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია მოყვანილი მწყობში, ეს ტენდერი ჩავარდა. ამის შემდეგ მეორეჯერ გამოცხადდა ტენდერი, გამოვლინდა გამარჯვებული და ტენდერის აი ეხლა ამ მომენტში ტენდერის გათვალისწინებულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებს. ეს სამუშაოები დამთავრდება 10 აგვისტოს.